მოგესალმებით, ტელეკომპანია კავკასია პროგრამმარსკვლავები გვანსტუბენ, მე ასტროლოგი ტელეწამყვანი მიხეილ საგარელი კვლავ თქვენთან ერთად ვარ და ჩვენ ისევ საუბრობთ ასტროლოგიაზე. მოვლენებზე, რომელიც მოსაოდნელია ცისკაპადონზე და ეს მოვლენები აბსოლუტურად მიესადაგება იმ მოვლენებს, რომელსაც ჩვენ ხედავთ სოფლიოში, მათ შორის იგივე დაუშვათ საომარ ვითარებებს და ასე შემდგომ და ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჯერ კიდევ აი ეს დაძაბულობა გრძელდება, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ უკვე ხვალიდან დედამიწა დაიწყებს ნელ-ნელა შესვლას პოზიტიურ ენერგოველში, რაც უდაოდ კარგია, მაგრამ ამას ახლა ჯერ კიდევ ამის გამოვლენას ხელს უშლის ოთხშაბათი დღე, 25 ივნისი, იმიტომ რომ აქ ჩვენ გვაქვს ახალმთვარეობის ცოტა მძიმე დღე. აი უკვე შემდეგი დღიდან 26 ივნისიდან ხუთშაბათიდან უკვე საგრძნობი იქნება დედამიწის პოზიტიურ ენერგოველი, იმიტომ რომ აქედან უკვე შეიძლება გარკვეულწილად ზოგიერთისთვის ცხოვრების ახლებურად ახალი პურსლიდან დაწყება, აქედან უკვე ნელ-ნელა დაიწყებს სიმშვიდე დასადგურებას, ნაკლები იქნება აგრესიული ელემენტები და იმედია, რომ სამყაროს და მსოფლიოში სიტუაცია ნელ-ნელა უფრო დაიწყებს დალაგებისკენ, დაწყნარებისკენ, კომპრომისებისკენ სვლას და ნაკლებად აგრესიული იქნება. თუმცა იქამდე 21 რიცხვამდე მე მაინც ვთვლი, რომ იგივე აგრესიის და სხვა სახის ნეგატიური გამოვლენებების ტენდენცია ჯერ კიდევ შენარჩუნებული იქნება. და ეს დაკავშირებული იქნება რასკვლელი ამ ახალმთვარეობის დღესთან. მთლიანობაში მოდი ეს ვთქვათ, კვირის მეორე ნახევარი რასკვლელი უკეთესია, ამიტომ თუ რაღაცა გაქვთ მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ხელშეკრულებები, მოლაპარაკებები, დაგეგმილი და ასე შემდგომ, ეს ყველაფერი უმჯობესია რასკვლელი განვახორციელოთ უკვე 26 რიცხვიდან. იქამდე მაინც ეს წინა დღეები ცოტა მაინც ყურადღებით გავიაროთ. და ეხლა ზოგადი ტენდენციები, რადგან ჩვენ ესეთი გვაქვს და მთლიანობაში მეორე ნახევარი კვირისა უფრო სასიკეთოა, იქიდან დედამიწა გადავა დადებით ენერგოველში და რო იტყვიან სადღაც შუა რიცხვებამდე მაინც ივლისისა შედარებით დაგვასვენებს, აქ იქნება პოზიტიური ენერგოველი და ამიტომ სირთულეების გადალახვა, როგორც სოფლიო მასშტაბით, ასევე თითოეულ თქვენთაგანის ცხოვრებაში იქნება უფრო ადვილი უკვე ხუთშაბათიდან, სადღაც შუა რიცხვებამდე ივლისისა. და ეხლა მოდით უკვე ვნახოთ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნების ტენდენციები, პერსპექტივები, თუმცა სანამ ცალკეულ ზოდიაქოს ნიშნებზე გადავალ, მე მინდა ესე იგი მოგიყვეთ რა აღმოაჩინე. აღმოაჩინე ის, რომ თურმე ზოგიერთი ჩვენი მაყურებელი ბოლომდე არ მისმენს და ეს როგორ აღმოაჩინა, ეგეც საინტერესოა. ესე იგი, ადამიანები მეუბნებიან, რომ დიდი ხანია მოვიდნენ ჩემთან პირად ჰოროსკოპზე და მეუბნებიან, რომ დიდი ხანია უნდა და ტელეფონის ნომერი ვერსად ვერ ნახეს. და ამ დროს მეუბნებიან, რომ სულ უყურებთ თქვენს გადაცემას რამდენი წელიწადი. ესე იგი, მეუბნები არც ერთი გადაცემა ესე იგი ბოლომდე არ გინახავთ. და თქვენ რა იცით მეკითხებიან და იმიტომ რომ მე ყოველთვის ბოლოში ვაცხადებ ჩვენ საკონტაქტო ტელეფონის ნომერს და თუ თქვენ ეს ვერ გაიგეთ, ესე იგი არ უყურებთ, უყურებთ ალბათ პირველ ნახევარს და დამთავრდა. და აღმოჩნდა რომ მართლაც ესეა. რატო უყურებენ პირველ ნახევარს და ბოლოსკენ არ უყურებენ, სიმართლედ მაინც ვერ გავიგე ეს. ყოველ შემთხვევაში, ამიტომ რადგან აღმოაჩინე რომ თურმე ტელემაყურებლებს შორის არიან ისეთები, რომელსაც უნდა თურმე პირადი ჰოროსკოპის შედგენა და აწუხებენ ხალხს როგორმე გაიგონ ტელეფონის ნომერი, მაგრამ ჩვენს გადაცემებს არ უსმენენ ბოლომდე, აი მათ საყურადღებოდ მინდა ესე იგი დღეს თავიდანვე გამოვაცხადოთ ჩვენი ტელეფონის ნომერი, რომ თქვენ ეს იცოდეთ, რომ მერე არ გქონდეთ ასე ვთქვათ საწვალებელი, სადღაც ამის გარკვევა, გაგება არ დაგჭირდებოდ ეს ყველაფერი. ესე იგი ტელეფონის ნომერს ვაცხადებთ საკონტაქტო ტელეფონისა პირად ჰოროსკოპთან დაკავშირებით. ესე იგი, ვისაც გაქვთ სურვილი პირადი ჰოროსკოპის შედგენისა, ტელეფონის ნომერი 599 91 52 38. მეორე 599 91 52 38. შეგვეხმიანოთ ჩვენი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია, შევადგენთ თქვენი პირადი ასტროლოგიური რუკა, ანუ ჰოროსკოპი და ვისაუბროთ უკვე თქვენს კოსმიურ მისიაზე და იმაზე, როგორ გამოვასწოროთ ყოველივე ეს. ეხლა სხვა შორის მე მინდა კიდევ ბათუმელებს გადავხადო მადლობა, იმიტომ რომ არნახულად აქტიურები არიან. არ ვიცი ხა რა ხდება ამ ბოლო ხანს, მაგრამ აი ბათუმში განსაკუთრებული ინტერესია ახლა აი ასტროლოგიის მიმართ, იმის გარდა რომ აჭარის კულტურის სამინისტროს მიწვევით მე მომიხდა ბათუმში ჩასვლა და იქ გარკვეულწილად ჰქონდა ძალიან საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, ლექცია ასტროლოგიასთან დაკავშირებით და თან კიდევ აჭარის ტელევიზია მას დამპატიჟა ამასთან დაკავშირებით შუა დღის გადაცემაში. ამასთან ერთად აი ბათუმელთა ინტერესი არის არნახულად უფრო მეტიც, აი რა ზოგიერთი ჩამოვიდა საერთოდ აქ, რომ უშუალო პირადი კონტაქტი ქონოდა, ზოგიერთთან ონლაინ
საუბრები მაქვს ტელეფონით მათ შორის და ძალიან დიდი ინტერესი აქვს ამ საკითხების მიმართ და ძალიან მიხარია და ყოველთვის მზად ვარ რომ ასე ვთქვათ, გვერდი დაგიდგეთ, აგიხსნათ, ბევრი რამ გაგაგებინოთ და თქვენ, ასე ვთქვათ, იპოვოთ ის გზა, ის ვითარება, ის მიმართულება, რომელიც მეგეყვან წარმატებასთან. და ესე იგი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ 599915228 შეგვეხმიანოთ ეს მათ გასაგებად ვამბობ, ვინც ბოლომდე ჩვენს გადაცემას არ უსმენს და შევადგინოთ თქვენი პირადი ჰოროსკოპი და ვნახოთ, ასე ვთქვათ, როგორ და რა გზით შეიძლება თქვენი შესაძლებლობების გამოსწორება და გაუმჯობესება. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ჩვენს თემას, უკვე ცალკეული ზოდიაქოს ნიშნები, მათი ასტროპროგნოზი უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში როგორ იქნება 23-29 ივნისის შუალედში. ნუ რადგან ჩვენ აუშვით რომ დედამიწა გადადის უკვე პოზიტიურ გოველში ხვალიდან, თუმცა ვიმეორებ საგრძნობი ეს იქნება უკვე 26 ივნისიდან, ხუთშაბათიდან და კვირის მეორე ნახევარი უფრო უკეთესი იქნება. ეს ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის აქტუალურია ეს ინფორმაცია, მაგრამ მთლიანობაში მოვითამშოთ ეს სასიკეთო ენერგიებში გადასვლა რას ნიშნავს და რას აძლევს თითოეულ ნიშანს. აი ვერც მაგალითად. მოვიდამშოთ რომ ეს კვირა წინა კვირაზე უკეთესია და რატო? იმიტომ რომ სიტუაცია იცვლება უკეთესობისკენ განსაკუთრებით 26 რიცხვის შემდგომ. გაითვალისწინეთ, აქ მოიმატებს თქვენში ოპტიმიზმი, კეთილშობილება, აქ უფრო მეტად შეძლებთ არაერთი პრობლემის გადაწყვეტას და მათ შორის არამარტო საკუთარი, არამედ სხვისი პრობლემების გადაწყვეტასაც კი. აქ ჯერ ენერგოტონუსი მაღალი გაქვთ, ეს ნიშანი აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, შეუძლია პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება და კარგი ორგანიზებული მონაცემების გამოვლენა, უშიშარი მებრძოლის სულისკვეთების გამოვლენა. მადლობს თქვენში ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობით აქ უკვე შეგიძლიათ უფრო სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი ნაბიჯების გადადგმაც. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ ეს პერიოდი კარგია საყოფაცხოვრებო საკითხებისთვის, ესეც უდავოა. აი მაგალითად თქვენ გქონდათ რაღაც საკითხები საყოფაცხოვრებო, რომელსაც არ გეცალათ ამ ფული არ გქონდათ რაღაცა სხვა მიზეზები იყო. აი ახლა გეძლევათ იმის საშუალება, რომ საყოფაცხოვრებო საკითხები მეტად მოაგვაროთ, გაუმჯობესოთ ურთიერთობა ახლობლებთან, ნათესავებთან, ოჯახის წევრებთან და მათი თანადგომა იქნება ასევე ტალკვესი თქვენი წინსვლისა, განვითარებისა და წარმატებებისა. რაც შეეხება კუროს ზოდიაქოს ნიშნით რაოდენობას, აღვნიშნოთ, რომ აქ უკვე ის დრო მოდის და განსაკუთრებით 26 რიცხვიდან, როდესაც თქვენ შეგიძლიათ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ეს გადაწყვეტილება იქნება გაცილებით უფრო სწორი და ოპტიმისტურად შეძლებთ უფრო სიტუაციებისადმი მორგებას, თუ შეიძლება ესე ითქვას. სახლშიც კი შეიძლება რაღაც სასიკეთო ცვლილებები მოხდეს, სასიკეთო მოვლენები, სასიკეთო განახლების წინაშე აღმოჩნდეთ. მოდი ამშვიდ. თავარი არის ახლა რა, რომ მაქსიმალურად აკონტროლოთ თქვენი ემოცია. ანუ ცოტა ემოციური ეგზალტაცია გაქვთ მაღალი. სხვა მხრივ, თუ თქვენი მოკვდათ პრინციპი ჩვენჯერ გაზომერთხელ გაჭერი, ზედმეტი თან კონტროლით ემოციაზე, პერიოდი კარგია. ეს ხელს უწყობს უკვე მრავალფეროვან კონტაქტებს, შეხვედრებს, მოლაპარაკებებს, საინტერესო ინფორმაციის მიღებას. კარგია ეს პერიოდი ცოდნისათვის, კარგია სხვათაშორის გამოცდების ჩასაბარებლად, კარგია ეს პერიოდი მგზავრობისათვის, მოგზაურობისათვის, პარტნიორული თანამშრომლობისთვის და სხვა სასიკეთო ცვლილებების კუთხით ეს პერიოდი უდავოდ ხელს უწყობს ამ ცვლილებებს და სასიკეთო მოვლენებს. რაც შეეხება ტყუპები ზოდიაქოს ნიშნით აუდლებს ერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი ეს ნიშანი, ჯერ კიდევ აქტიური, ენერგიული, ინიციატივიანია, კონტაქტურია, გონება მახვილი, ამიტომ პერიოდი საკმაოდ კარგია, განსაკუთრებით 26 რიცხვიდან. თუმცა ყველა ზოდიაქოს ნიშანს კიდევ ერთხელ ვთხოვ, 25 ან 25 ივნისი ეს არის ოთხშაბათი დღე, ეს დღე მაქსიმალურად თხილად და წინდახედულად გაიარეთ. აქ არ დაგეგმოთ ამ დღისთვის არაფერი ახალი მნიშვნელოვანი სარისკო არავით არის მოლაპარაკებები ხელშეკრულებები ხა რატო გავთხილებთ იმიტომ რომ ჩემს სარგებლოდ პრინციპით ვის გავთხილებულია შეერაღებულია და მე ხო ჩემ პრაქტიკიდან ვიცი რომ ზუსტად ამ დღეს რომელიც არის ყველაზე რთული პრობლემური ძალიან ბევრს სწორედ აქ შეიქმნება აქ დაუნიშნავენ შეხვედრას აქ დაუნიშნავენ მოლაპარაკებებს აქ მოთხოვენ ხელშეკრულებების დადებას და შეგო ნუ ესე ხდება ხშირად რო იტყვიან მაგრამ თუ არის რაიმე საშუალება ცოტა ჭკუაც ვეხმაროთ ხო რაღაცნაირად იქნებ დაუშვათ შემდეგი დღისთვის გადავდოთ თუნდაც ხო ეს ყველაფერი ხო შეიძლება ხა რაღაც მოიმიზეზოთ და ჭკვიანური თუ არის მიზეზი მიღებული იქნება და შემდეგ დღეს უკვე მოაწერეთ ხელი თუნდაც 26-ში ან 25 გავიაროთ ხილად ჯანმრთელობას გავფრთხილდეთ განსაკუთრებით, იმიტომ რომ 25-ში ჩვენ ახალმთვარეობა ეს არის მზის და მთვარის შეერთება ხდება კირჩხიბის ზოდიაქოში.
და კერჩხები განსაკუთრებით რეაგირებს სახელმთვარეობაზე. ანუ ეს ყველა ჩვენთაგანზე იმოქმედებს ძლიერად, ხასიათვალებადება შეიძლება იყოს, რაღაცა ცუდი აზრების აკვიატება, შინაგანმა შიშებმა შეიძლება და სხვა სახის პრობლემებმა ეჩინონ თავი, დაძაბულობამ, ჯანმრთელობის პრობლემებმა და კუჟნასტავის ზონას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ აქ, იმიტომ რომ სუსტდება განსაკუთრებით ეს ზონა. ამიტომ ასე ვთქვათ, აკონტროლეთ ხარისხი საკვებისა, სასმელისა, რომ აქედან გამომდინარე პრობლემები არ ეჩინონ თავი და ერთ სიტყვით 25 გავიაროთ ყველა ნიშანმა ფრთხილად, მათ შორის ტყუპებმაც. მაგრამ მთლიანობაში რომ ეს კვირა კარგია, უდავოა განსაკუთრებით 26 რიცხვიდან. რატო? იმიტომ რომ თქვენ აქ უფრო თავისუფლად გზნობთ თავს, თვითრწმენა მატლობს. ანუ გარკვეულწილად აი ეს წნეხი რაც გქონდათ, აი ეს წნეხი იხსნება უკვე ამ პერიოდში. თუმცა ეს პერიოდი ჯერ არ უწყობს ხელს, მაგალითად შორეულ მოგზაურობას და მივლინებას უცხოეთში. აი ამისთვის არ ვარ გან, მაგრამ იმისთვის რომ თქვენ გამოავლინოთ საუკეთესოები და ჩვენს ორგანიზატორული მონაცემები, იმისთვის რომ თქვენ ადრე დაწყებული საქმეებიდან ახლა მიიღოთ მატერიალური დივიდენდები, ან პრემიების ბონუსების წინაშე აღმოჩნდეს შეიძლება ზოგიერთ თქვენთაგანი, ან ჩართოთ ახლა ისეთ საქმეებში, განსაკუთრებით 26 რიცხვიდან, რომელიც მომგებიან იქნება მათ შორის ფინანსური კუთხით, კი და ამის ტენდენციები აქ უდაოდ არის და საკმაოდ მაღალი. რაც შეეხება ახლა კერჩხებს, თავარი ფავორიტია კერჩხები რას ყველა, იმიტომ რომ ერგოტონუსი თქვენი უკვე ყოველდღე მატულობს, ემოციური სტაბილურობა მატულობს. ახლა ზეც კერჩხებშია, გამარჯვების პლანეტა კერჩხებშია. ჯერობით კიდევ გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკურიც კერჩხებშია. ფარველი ანგელოზის კერჩხებშია. ამიტომ რეალურად თქვენი დრო ვარსკვლავური პერიოდი გაქვთ. ოღონდ 25 რიცხვის გამოკლებით. აი 25 გავიაროთ ხილად. წინ დახედულად არაფერი მნიშვნელოვანი სარისკო, არავით არის ასე ვთქვათ გრანდიოზული საქმეები, ახალი პროექტების წამოწყება, მოლაპარაკების წარმოება 25 გავიაროთ ხილად და აკონტროლოთ განსაკუთრებით თქვენი ემოცია. მაგრამ მთლიანობაში რომ პერიოდი ეს კვირა კარგია განსაკუთრებით უკვე 26 რიცხვიდან ეს ფაქტია, განახლება ხდება თქვენი ერგოტონუსისა, აქ ნელ-ნელა გემატება ძალა, გემატება ოპტიმიზმი, აქ უფრო მზადყოფნაში ხართ, რომ კომუნიკაბილური გახდეთ, უფრო იხსნება თქვენი კომუნიკაცია და ურთიერთობებისთვისაც საკმაოდ კარგი პერიოდია და უშუალოდ რომ ამ პერიოდში უკვე შესაძლებელი იქნება მატერიალური გამარჯვების გაუმჯობესება, კომუნიკაცია, სხვა შორის საინტერესო ინფორმაციასაც მოიტანს ერთ-ერთი, ახლა რისთვის არ არის სასურველი, აი მით უმეტეს კვირის პირველი ნახევარი. 26-მდე არ ვარ გაიგი მაგალითად სხვილი საყრელებისთვის და კაპიტალ დაბანდებებისთვის, ზედმეტად ფულის ხარჯვისთვის. აი 26 რიცხვის მერე უფრო გამართლებული იქნება ეს ვიდრე 26-მდე. რაც შეეხება ლომის ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, მოდი აღვნიშნოთ, რომ აქ ცოტა მეტი დრო ყურადღება განსაკუთრებით კვირის პირველ ნახევარში დაუთმეთ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ ჯანმრთელობა შეიძლება იყოს არასტაბილური, ან ძველმა რაღაც პრობლემებმა ორგანიზმთან დაკავშირებით შეიძლება ეჩინოს თავი. ასევე მოვერიდოთ იმას, რომ აქ ცოტა კონფლიქტური სიტუაცია კვირის პირველი ნახევარი და ამიტომ აქ ფარუმტრებს არ ძინავთ, ჭორებს ინტრიგებსაც არ ძინავთ. პარტნიორული კონფლიქტების ალბათობა ძალიან მაღალია და რატო? იმიტომ რომ პარტნიორთა მხრიდან ზეწოლა თქვენზე მოიმართებს და ამას შეიძლება თქვენ მისცეთ ძალიან მძაფრი რეაქცია და ამან გამოიწვევს ზოგიერთ შემთხვევაში დაძაბულობა. ამიტომ პირველი ნახევარი კვირისა 26-მდე ცოტა ფრთხილად წინ დახედულად გავიაროთ, მეორე ნახევარი უფრო სტაბილური და უფრო ასე ვთქვათ კარგი იქნება. რაც შეეხება ქალწული ზოდიაქოს ნიშნის დაავადებულებს, ჯერ ერგოტონუსი გაძლევს საშუალებას, რომ გამოავლინოთ ჩვენი სინარიონობა, ნებისყოფა, მოთმინება, შეუპოვრობა, უფრო მშვიდად იგრძნობთ თავს, განსაკუთრებით 26 რიცხვის შემდგომ. აქ უკვე პარტნიორული თანამშრომლობაც იქნება მეტად ნაყოფიერი და სხვა შორის პოზიტიური შედეგებით შეიძლება მიიღოთ. ანუ უკვე მოდი ესე ვთქვა, თქვენ შედიხართ პერიოდში, რომელიც ითხოვს თქვენგან რეფორმებს, სიახლეებს. ანუ თუ მე მუშაობდით რაღაც მეთოდოლოგიით, ეს მეთოდოლოგია ხა შეცვალეთ, რა მოსინჯოთ რაღაც ახალი. ამასთან ერთად დაუშვათ, რაც მეტად თქვენ გექნებათ ურთიერთობა ინტერნეტთან, შეიძლება აქედანაც მიიღოთ მნიშვნელოვანი საჭირო ახალი ინფორმაცია, გაიცნოთ ახალი ადამიანები, ახალი მეთოდოლოგიებიც კი. ამიტომ მოდით ასე ვთქვათ, რაც შეიძლება მეტი სიახლეების შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში. გინდათ ეს იყო გარეგნული იმიჯი, გინდათ სხვა სფეროები ცხოვრებისა, ოღონდ იყავით ცოტა არასტანდარტული სპონტანური იმპროვიზაციის მატარებელი და რეფორმატორი. რაც მეტად, მეტი უფრო წარმატებული იქნებით და აღვნიშნოთ ისიც, რომ ეს ნიშანი
ქალწული ჯერ კიდევ ფრეა წარმატებულია იმ კუთხით, რომ შესაძლებელი იქნება ამ პერიოდში მაგალითად თქვენთვის ასევე ახალი მეგობრული წრის შექმნა, შეიძლება გაიცნოთ ამ ხრივ ძალიან საინტერესო ადამიანები, რომლებიც მოიტანენ ახალ საინტერესო იდეებს, ან ძველი ურთიერთობებიც მეგობრული უფრო ამაღლო და ახლებურად განავითაროთ. აი ამის ტენდენციებიც გვაქვს. რაც შეეხება სასწორებს, მოდით დავუშვათ სასწორებო, რომ ერგოტონუსი ჯერ კიდევ მდგრადია და მეტი პოზიტიური შესაძლებლობები გექნებათ იმისთვის, რომ წარმოაჩინოთ თქვენი მონაცემები, მაგალითად კარიერულ სფეროში და კარიერულად წახვიდეთ წინ. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ რომ რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გექნებათ ხელმძღვანელებთან, კოლეგებთან, ეს უფრო მეტად ხელს შეუწყობს სწორედ ამ კარიერულ წინსვლას. სწორედ შეიძლება მიიღოს ზოგიერთ თქვენთაგანმა კომპენსაცია ადრეულ პროექტებზე ან ადრე შესრულებული საქმის შედეგად თქვენ ახლა მიიღოთ შეიძლება მატერიალური დივიდენდები და ამ კუთხით საგრძნობლად გაუმჯობესოთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა. რაც შეეხება მორიელი ზოდიაქოს ნიშნით აღოდებლებს, თქვენი განწყობა იცვლება, ანუ მოდი ესე ვთქვათ, რომ მატულობს ოპტიმიზმი, მატულობს ენთუზიაზმი, ძლიერდება ისევ ინტუიცია, რომელზეც დაყრდნობთ, ისევ სწორად ჩვენს აკეთებთ და სწორად მოქმედებთ და ის ცვლილებები, რომელიც ხდება ამ პერიოდში საზოგადოებაში, ამას უფრო ოპტიმისტურად უდგებით და უფრო ადვილად ლახავთ ყველა სახის პრობლემებს. Აღნიშნოთ ისიც, რომ ეს პერიოდი, გასაუბრებთ უკვე 26 რიცხვიდან, ძალიან კარგია უცხოენების ასათვისებლად, უცხოელებთან აქტიური კონტაქტებისათვის. გინდათ ეს კონტაქტი იყოს უბრალოდ რომანტიკული ურთიერთობის თავგადასავლო მოგზაურობა, ან დაუშვათ მივლინება საქმიანი უცხოეთთან, ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა უცხოელებთან და უცხოეთში წარმატების მომტანია. შეიძლება გაიცნოთ ძალიან საინტერესო ადამიანები, ჩამოყალიბდეს პარტნიორული თანამშრომლობა, შეიძლება მატერიალური დივიდენდებიც კი ჩამოიტანოთ უცხოეთიდან, რაც ხელს შეუწყობს მეტად თქვენს წინსვლას და განვითარებას. ამიტომ ორიენტაცია უკვე თანდათან აიღეთ უცხოეთთან აქტიურ კონტაქტზე, იმიტომ რომ აქ მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. ამასთან იქნება მეტად დაკავშირებული. ოპტიმიზმი წინა პლანზე. ოპტიმიზმი არის თქვენი ერთ-ერთი მთავარი საწინდარი. ამ პერიოდის განმავლობაში მithumetes. რაც შეეხება მშვილდოსნებს, მშვილდოსნებს ოპტიმიზმი ისედაც საკმაოდ ბევრი აქვს და ეს მისი ასე ვთქვათ, მთავარი გადამრჩენელი ფაქტორია ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, მაგრამ მოდი ავუშვათ, რომ დაძაბულობა რადგან იხსნება, ეს ნიშანი უკეთ გზნობს თავს. ჯერტი ერგოტონუსი მაღალი აქვს, აქტიური ენერგიული ინიციატივიანია თან, გონებამახვილია და თან ეს ის პერიოდი, რომელსაც იუმორი უძლიერდება. აი დახვეწილი იუმორით იგი ძველსაც გაიხსენებს, ახალზეც იხარხარებს და საკმაოდ საჩვენს კარგ განწყობას შექმნის თავის ირგვლივაც, მაგრამ სამყარო ერთ რამეს ითხოვს თქვენგან, თქვენ გიყვართ რასკვლელია საუბრები, გიყვართ ასე ვთქვათ პოლემიკაში შეცვლა და შემდგომ, მაგრამ ეხლა სამყარო ითხოვს თქვენგან ენაზე კბილის დაჭერას. ანუ რას აპირებთ, სადმერი ხართ, რა გეგმები გაქვთ, ვინ მოგწონთ, წინ და წინ, გათქვავთ. აი გაქვთ იდეა, პროექტი ერთობლივი შეიძლება პარტნიორული თანამშრომლობაც კი ჩამოყალიბდეს აქ, ერთობლივ ფინანსებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული რაღაც ბიზნესი, ამის შესახებ ვილაპარაკებთ. ან თუ მაინც დაუცილებლობა, ჯერ დაიწყეთ და მერე. აი მაშინ წახვალწინ და იქნებით უფრო მეტად წარმატებულები. აი ეს გავითვალისწინოთ, ხო? ეხლა მოდი ავუშვათ კიდევ რა. აქ უკვე გადავდივართ ჩვენ თხის გაზე. თხის რგებო აქ ცოტა სხვანაირი სიტუაცია თქვენს ცხოვრებაში და რატო? ენერგოტონუსი ყოველდღე მატულობს. ეს ნიშნავს, რომ შრომისმარიანობა იზრდება, ნებისყოფა, გუნება განწყობა უმჯობესდება და ამიტომ ეს გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მოაწესრიგოთ თქვენი საქმეები, მოაწესრიგოთ თქვენი ურთიერთობები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება თქვენთვის და კიდევ აღნიშნავ ახლა რატო. პარტნიორული ურთიერთობა ბევრად განსაზღვრავს უკვე ამ კვირიდან და შემდეგ კვირებზეც გადავა იმას თუ რაოდენ წარმატებული ან წარუმატებელი იქნებით. აი ეს ეხება როგორც პირად სასკვარულ ურთიერთობებს, ასევე ეხება ბიზნეს პარტნიორულ, საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებს, რაც მეტად აქ იქნება ურთიერთგაგება თქვენ შორის და ურთიერთპატივისცემა, ეს ბევრად შეუწყობს ხელს თქვენს ცხოვრების სულ საერთო წინსვლას და წარმატებას. მაგრამ თუ აქ სიტუაცია დაიძაბა, რასაკვირველია, სირთულეები იქნება უფრო მეტი. და შემოქმედებით ნიჭის უნარის გამოსავლენად, შემოქმედებით მუშაობისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. სხვაჩვენს ქორწინებასაც უწყობს იგი უკვე ხელს. ოღონდ 26 რიცხვიდან იქამდე არა. ეხლა რაც შეეხება უკვე მერწყული ზოდიაქოს ჰაერისტიკის წარმოადგენელ ნიშანს, საკმაოდ იღბლიანია ეს პერიოდი. ჯერ კიდევ თქვენთვის ოღონდ 25 რიცხვის გამოკლებით თავისთავად უკვე იცით ეს რასთან არის დაკავშირებული და საქმიანი კუთხე წარმატების ფაქტორი საკმაოდ მაღალია, მithumetes 26 რიცხვიდან და აღნიშნოთ, რომ ამ პერიოდში უკვე თქვენ შეგიძლიათ ბევრი რამ მოაწესრიგოთ. ურთიერთობა იყო დაძაბული, მოწესრიგდება, გაქვთ ამის საშუალება,
ეხლა თუ გავუშვებთ ხელიდან ეს საკუთარ თავს დააბრალეთ, მაგრამ ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. ჯანმრთელობის პრობლემები იყო, ამის მოწესრიგების საშუალება გაქვთ, რაღაც გაუგებრობები იყო საქმეში, ესეც შეგიძლიათ მოაწესრიგოთ. ანუ დალაგებისთვის, მოწესრიგებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, რაც უფრო მეტად კარგი ურთიერთობები გაქვთ. იგივე დავუშვათ თუნდაც კოლეგებთან, ან ხელმძღვანელ პირებთან, ეს ხელშეუწყობს ასევე თქვენს კარიერულ წინსვლას და განვითარებას და ამავდროულად ეს ის პერიოდია, რომლის ველობისას მაქსიმალურად ეცადეთ, რომ შეუპოვრობით, შრომით, ნებისყოფით, მოთმინებით მიაღწიოთ იმ სიმაღლეებს, რომელიც გქონდათ ასახული. რაც შეეხება თევზების ზოდიაქოს ნიშნის დაავადებებს, აღნიშნოთ, რომ უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს ამ პერიოდში, განსაკუთრებით 26 რიცხვიდან. რატო? თქვენი თვითშეფასების კრიტერიუმი გაიზრდება, თქვენი პოპულარობა საზოგადოებაში მოიმატებს, ინტუიცია ძლიერდება. ანუ მოდი ასე ვთქვათ, საკმაოდ კარგი პერიოდია პირადი სასიყვარულო ურთიერთობებისათვის აქ ურთიერთგაგება მატულობს. ამასთან ერთად, ზოგიერთ თქვენთაგან შეიძლება აღმოჩნდეს ახალი რომანტიკული კავშირების, ახალი სიყვარულის წინაშე, სხვადასხვა სახის ლატარეებში, კონკურსებში მონაწილეობის მიღება იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ ამ ხრივ მოგებების ტენდენციაც გაიზრდება, შველებთან ურთიერთობა იქნება არნახულად კარგი და წარმატებული. თქვენ როგორც ლიდერი, ხელმძღვანელი, ორგანიზატორი, შეგიძლიათ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღოთ, ინიციატივა გამოავლინოთ. თან თქვენი გულმოწყალების ელემენტი ამ თვისებებთან მოგწონს პოპულარიზაციას თქვენი პერსონისა, რაც გაზრდის თქვენს ავტორიტეტს საზოგადოებაში, თუნდაც როგორც ლიდერისა და ხელმძღვანელის. ამიტომ ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდი იწყება თქვენს ცხოვრებაში, ვიმეორებ განსაკუთრებით 26 რიცხვის შემდგომ. ეს 12 ზოდიაქოს ნიშანია მათი ასტროპროგნოზი 23-29 ივნისის შუალედში. ეხლა უკვე ვნახოთ, მოდით, მთლიანობაში ხედავთ, რომ საერთო სასიკეთო ტენდენციები მატულობს, უდავოდ ეს კვირა უკეთესია წინა კვირისგან განსხვავებით, განსაკუთრებით 26 რიცხვის შემდგომ. ეხლა რაც შეეხება უკვე ცალკეულ დღეებს შემდეგი კვირისა, რა არის აქ მოსალოდნელი. აი მაგალითად, ხვალინდელი დღე, ორშაბათი 23 ივნისი. აი, აქაც თქვენ მიხვდებით ახლა აი რამდენიმე ინფორმაციიდან, რომ მაინც 25-ის ჩათვლით აი ეს 3 დღე ხვალზე მაზე ცოტა სიფრთხილეს და ყურადღებას ითხოვს. აი მაგათ ხვალინდელი დღე ცოტა ტრამულავარიული, ამიტომ საჭესთანაც ვხილავ და ქუჩაში ვხილავ. უბრალოდ სათანადო სამსახურებს მე ვთხოვ ყურადღებას, რატო? ღვარცოფის ალბათობა მაღალია. მე მგონი ყველას კარგად გვახსოვს ონის ამბავი, ხო? და აქედან გამომდინარე ეს არ შეუსწავლეს გამეორდება, არა, მაგრამ ალბათობა მატულობს და ვიღოთ ყურადღების სათანადო სამსახურებს თხოვ. ხვალიდან 25 რიცხვის ჩათვლით. ღვარცოფების ტენდენცია მაღალია, ეს შეიძლება ნებისმიერ ზონაში მოხდეს და ვიღოთ ახრივ ყურადღებით. თუმცა აუცილებლობა ამისი არ არის, მაგრამ ალბათობა არის და ამიტომ სათანადო სამსახურები უნდა იყვნენ ყურადღებით. ხვალ შესაძლებელია წარმოიქმნან მცდარი წარმოდგენები ადამიანებში, შეცდომების დაშვების ტენდენციას მოიმატებს და საკუთარი იდეებით იქნება შეპყრობილი ზოგიერთი თქვენთაგანი. სიჯიუტის გამოვლენა შეიძლება გახდეს ასევე დაპირისპირების ფაქტორი. აი მაგალითად საღამო ამ ხრივ უკეთესია. საღამოს უფრო მეტად იგრძნობთ უმაღლესი ძალებისგან, ნათელი ძალებისგან მხარდაჭერას სხვათ შორის. ამიტომ თუ აი დაუშვათ საღამომდე შეძლებთ, რომ აი პირველ ნახევარში დღისა სიტუაცია და ურთიერთობა არ გაფუჭოთ, იქნება უკეთესი. რაც შეეხება ჯანმრთელობას, სუსტება, ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი. კარგი იქნება თუ ხვალ და ზეგ შორს ვიქნებით თამბაქოსგან, თამბაქოს სწავლებს განსაკუთრებით ეხება, იმიტომ რომ სუსტება მეორე ფილტვების ზონა და თამბაქო რას უშვება ფილტვებს, მე მგონი ამის ახსნა საჭირო არ არის. და ეცადეთ ხვალ და ზეგ არ გაცივდეთ. ორგანიზმს აქვს ცოტა შეცვიებისკენ მიდრეკილება. და პოზიტიურია ხვალინდელი დღე ვერძისთვის და სასტურთათვის. 24 ივნისი ეს უკვე სამშაბათი დღეა, გეომაგნიტურია და ამიტომ ვიღოთ ყურადღებით. გეომაგნიტური ჩვენ გვაქვს როგორც სამშაბათი, ასე 4შაბათი 25-იც. ესე იგი ეს ორი დღე რადგან გეომაგნიტურია და თან 24 ეს არის სახელმთვარეობის წინა დღე, უკვე ცოტა რთული, ამიტომ ვიღოთ ცოტა ყურადღებით ამ ხრივ. ესე იგი თუ რაღაც დისკომფორტი იგრძნით თავის ტკივილები, წნევა აუცილებლად გადაამოწმეთ და შეიძლება ამის პროფილაქტიკა ზოგს ყავა, ზოგს სტამალი. რომ მოიყვანო წნევა წესრიგში და
ჩვეულებრივად იმუშავეთ ზედმეტი გადაღლის გარეშე. და ხვალ კიდევ ერთი ფაქტორია, რომ მთელი დღე იმუშავებს და მთელი ღამე, ეს არის მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი. ღამის პირველი საათიდან დაიწყებს ამოქმედებას და 24 საათამდე გასტანს, რაც ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. ანუ, მოდი ასე ვთქვათ, აქ დუმდება ამ დროს ზედმეტად ყურადღება ადამიანებს შეიძლება გახდეს ტრავმების და ავარიების მიზეზი. ამიტომ ვიყავით ყურადღებით, ეცეთ ზედმეტად არ მოდუნდა და თუ გზნობთ, რომ იცით ცოტა გეძინებათ, საჭეს არ მევუძეთ, რომ მე ამას კიდე არ მოყვეს დამატებითი ტრავმულ-ავარიული ტენდენციები, იმიტომ რომ ეს დღე ცოტა ესეთი ტრავმულ-ავარიულია. და ეცადეთ არ მოხდეთ ქვეცნობიერი შიშების ფერხულში, რომელთა ტენდენცია უკვე სამშაბათს გაძლიერდება. აკონტროლეთ თქვენი ემოცია, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და აზრები, იმიტომ რომ აქ ხასიათვალებადობა უკვე მატულობს და ემოციური ფონი ძლიერდება და ემოციური და სიტყვიერი, ასე ვთქვათ, აგრესია სულაც არ ექნება სასურველი, ეს მხოლოდ კონფლიქტს და კამას გამოიწვევს. აქ მაღალია ცოტა დეპრესიის, მოტყუების, ქურდობის, ინტრიგების, ჭორების, დაცინვის, ქრონიკული დაავადებების გამწვავების ალბათობა. სამშაბათს არ არის ამის აუცილებლობა, ხასოს, მაგრამ ალბათობა მაღალია. ამიტომ ვიყოთ ყურადღებით. საღამო ხანი არ ვარ კომუნიკაციისათვის. აქ ურთიერთგაგება მცირდება, გაითვალისწინეთ და აქაც ეცადეთ არ გაცივდეთ პირველ რიგში. მაქსიმალურად ეცადეთ რომ ვიყოთ სუფთა ჰაერზე, ან გამოვყოთ ფანჯარა თუ და გავუშვათ სახლში ხართ, რატო? იმიტომ რომ აქ ცოტა უჭერს ფილტვებს მუშაობა, თამბაქოსგან ვიყოთ შორს და ამიტომ უჰაერო სივრცეებს მაქსიმალურად მოვერიდოთ. რომ ეს სუნთქვის პრობლემებმა არჩინონ თავი. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ისო ფილტვები, ბრონქები, ხელები, მხრები, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა სამშაბათს 24-ში არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე ტყუპების, ლომის, ასევე შილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. 25-ს რაც შეეხება 25 ივნისი უკვე 4-შაბათი დღეა, ახალმთვარეობა. პიქსი მიაღწევს 13 საათზე 34 წუთზე. მაგრამ მთელი დღე ითხოვთ რასკვილა ყურადღებას, იმიტომ რომ თან გეომაგნიტური დღეა, თან ახალმთვარეობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მზის და მთვარის ენერგიათა ხდება ცისკაბადონზე მათი შეერთება კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. ეს მოვლენა რასკვილა მეტად განავითარებს ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს 4-შაბათს, მეტად შეუწყობს ხელს კონფლიქტებს, აგრესიის, დეპრესიის გამოვლენას ხასიათში, მეტად ხელს შეუწყობს შეცდომებს, თუნებებს, ტყუილებს, ხასიათვალებადობას, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლენებს. ამიტომ ვიყავით ყურადღებით. არ აღვეთ პროვოკაციებს, აკონტროლეთ თქვენი ემოციები, საქმეები გადადეთ შეძლების გოგო არ რთულ და ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. კარგი აქ ლოცვა, ილოცეთ და დალოცეთ ყველა. არ ვარ გაქვს ფულის სასხება, გასასხება. ამ მხრივ ვიყოთ ყურადღები და ყიდვა გაყიდვა. აი ამ მხრივ ვიყოთ ფრთხილად. მაგრამ სამაგეროთ კარგია ფულის რიტუალის ჩატარება. ლითონის ფული პირველ რიგში დაანახეთ თვარეს ან დადეთ ისეთ ადგილას, სადაც თვარე მას დაინახავს. ნუ შეიძლება იყოს დაუშვათ აივანზე და შემდგომ. ეს იცით თქვენ ძველი ადაპტაცია, რომლის მეშვეობით ხდება, ასე ვთქვათ, მოზიდვა ფულის ენერგიისა. ეს 25-ში ხდება 4-შაბათ დღეს. და რაც შეეხება ესე იგი ჯანმრთელობას, სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი 4-შაბათს. ყველაზე კარგია ეს დღე კირჩხიბთათვის და თხისკას ზოდიაქოს ნიშნით დაავადებულთათვის. რაც შეეხება უკვე 5-შაბათს 26 რიცხვი ივნისისა 5-შაბათი. აქედან უკვე იწყება გაცილებით უფრო სასიკეთო ტენდენციების პერიოდი და ამას კიდევ უწყობს ხელს ისიც რომ სწორედ 26-დან შეიძლება ცხოვრების ახლებურად დაწყება. და 26 რიცხვიდან 5-შაბათიდან 2 სექტემბრამდე გონების ინტელექტის მმართველი პლანეტა მერკური განაძლებს ლომის ზოდიაქოში. ნუ ამას აქვს თავისი დადებითი მხარეები. დადებითი ის არის, რომ ეს მეტად განავითარებს ადამიანებში გონებამახვილობას, ლიდერულ ორგანიზატორულ თვისებებს, კომუნიკაბილურობას, შვილებისა და სასწავლო პარტნიორისადმი მეტმიზიდულობას, გააზრდებს გონებრივ ენერგიას, შემოქმედებით შესაძლებლობებს, თუმცა განავითარებს ნეგატიურ თვისებებსაც ლომისა რას, სიზარმაცისადმი მიდრეკილებას, სიჯულტეს, სუსტრაფობას, პრეტენზიულობას, ეგოიზმს, ძალაუფლებისადმი მიდრეკილებას, დიქტატორულ ტენდენციებს, უყაერათო ფულის ხარჯვის ტენდენციებს, ანუ გვაძლევს კარგს და ქცუცას. ეხლა დარჩენ თქვენზეა. აქ თავისუფალი ხართ. კარგს გამოავლეთ, იქნებით მეტად წარმატებული ლომის ამ თვისებებიდან. ცუდს გამოავლეთ, რას ყველა მეტად დაეჯახებით პრობლემებს.
და თვითონ დღეს რაც შეეხება აქ მოიმატებს ინტუიცია, კრეატიულობა ადამიანებში, პარტნიორთელებშიც მოიმატებს მგზნობიარობა. აქ სხვათა შორის აღნიშნოთ, რომ შედეგიანია კბილების, ასე ვთქვათ, ხერხემლის, ძვლების, სახსრების და მუხლების კურნალობა. აღნიშნოთ, რომ ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნავლის ბუშტი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებაში განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა ხუთშაბათს არ იქნება სასურველი. ყველაზე კარგია ეს დღე კუროს, ქალწულის, მორიელის და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის. სანამ გავაგრძელებთ ამ საუბარს, მე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ გამოსულია ჟურნალი შენი ჰოროსკოპი, სადაც არის აღწერილი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის განმავლობაში თვეები, მათი მნიშვნელობა, თავისი პლუს-მინუს დღეები და მათი პერსპექტივები, ამის გარდა მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდები და რას ნიშნავს და შემდგომ უამრავი სხვა დეტალი, რომელიც იმედია ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ამის გარდა თქვენ იცით, რომ ასევე გამოსულია დიდი ჟურნალი ჰოროსკოპი, სადაც არის აღნიშნული პოლიტიკური ასტროპროგნოზი. ამის გარდა არის დედამიწის გეომანტიის მნიშვნელობა, თავისი გრაფიკული მაჩვენებლები და რას ნიშნავს ეს და აქედანაც მიხვდებით რატო ახლა ესე დაძაბული სიტუაცია და როგორ გადადის დედამიწა პოზიტიურ ველში, აი აქედანაც ამ გრაფიკიდან გასაგები ხდება ეს ყოველივე. აქვე გვაქვს ჩვენ ყოველდღიური ასტროპროგნოზი, ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებისათვის, ზოგადი 2025 წლის ასტროპროგნოზი, ცალკეული როგორც აღმოსავლური, ასევე დასავლური ზოდიაქოს ნიშნებისათვის და შიგნით რას ამ ჟურნალში გელოდებათ კალენდრების მთელი წყება. ნუ პირველი ასეთი პატარა კალენდარი ჯიბის, მაგალითად აქ არის მთელი წლით გათვლილი თვეების და მიხედვით ცალკეული ზოდიაქოს ნიშნის დადებითი უარყოფითი დღეები, თავისი ახალმთვარეობით, სავსე მთვარეობით. ასევე იცით, რომ არის ბიზნეს შემოქმედებითი და ასევე სამედიცინო ასტროლოგიური კალენდრები გამოშვებული, სადაც არის აღნიშნული მაგალითად სამედიცინო ასტროლოგიურში აღნიშნულია ეს დღეები, როდესაც ამა თუ იმ ორგანოსთან დაკავშირებული ოპერაციის ჩატარება არ იქნება სასურველი. რათა ამას მერე რაიმე გართულებები არ მოყვეს. იმიტომ რომ ეს ორგანო იმ დღეებში სუსტდება და იქ ასე ვთქვათ ჩარევა არ იქნება ამ ორგანოსთან მიმართებაში სასურველი. ასევე დიდი ასტროლოგიური საოჯახო კალენდარი, სადაც არის აღნიშნული ყველა 12 ზოდიაქოს ნიშნის მთელი წლით თვეების და მიხედვით გათვლილი დადებითი უარყოფითი დღეები, ახალი მთვარე, სავსე მთვარე, მზის და მთვარის დამნელებები და მათი მნიშვნელობა. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული და რასკველია შეიარაღებული, იმედია წარმატებულიც. ეს ყველაფერი შეგიძლიათ რასკველია პრესის ჯიხურებში შეეძინოთ, ასევე ზოგიერთ მაღაზიებში ვიც არის ბიბლუსი შეიძლება ნიკორაშიც წააწყდეთ, იქაც იყო შეტანილი, სხვა საქმე რაღაც საბოტაჟის მომენტებია და ზოგან ან მალავენ, ან საერთოდ არ გამბოაქვს და საზოგადოებას გონია, რომ არ არის შეტანილი. სინამდვილეში არის. ნუ ასეთ შემთხვევაში დარეკეთ შემდეგი ტელეფონის ნომრით 597 15 99 77. ვიმეორებ 597 15 99 77. და მაშინ უკვე თქვენ სახლში მოტანით მოგემსახურებიან ამ ნომერზე დარეკვის შემთხვევაში. ახლა ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკვე ჩვენი საუბარი და ჩვენ საუბრობდით ცალკეულ ზოდიაქოს ასე ვთქვათ ტენდენციებზე, საცალკეულ ნიშნებსაც მათ შორის და საუბრობდით ასევე უკვე დღის პროგნოზებზე. და გავაგრძელოთ ეს დღის პროგნოზი 27 რიცხვიდან. 27 ივნისი ეს არის პარასკევი დღე, გეომაგნიტურია. და ამიტომ როგორც ყურადღებით, გეომაგნიტურიცით თქვენ რას ნიშნავს? ეს ნიშნავს იმას, რომ ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ნეგატიურ დახს ასწავს ადამიანის გულსიძარღვან სისტემას, ნერვულ სისტემას და ამიტომ შეიძლება თავის ტკივილებმა, უგონებობამ, წნევამ შეიძლება ეჩინოს თავი და ამიტომ შესაბამისი პროფილაქტიკა წამლებით ყავით აუცილებელი იქნება რომ მოიყვანოთ სასტრიქში ეს ორგანოები. ნუ მეთქე საქმე და ახლა ყველას თხოვო რომ პარასკევი, შაბათი და განსაკუთრებით კვირა 15 საათამდე 34 წუთამდე ამ დროს სუსტდება გულსიძარღვანი სისტემა. ამიტომ ვისაც მით უმეტეს პრობლემები აქვს ამ სისტემასთან, ესე იგი ჩემი თხოვნა. არავით არის ზედმეტი ამ დღეებში, ესე იგი პარასკევი, შაბათი და პირველი ნახევარი კვირისა, არავით არის ზედმეტი გადაღლა, არავით არის ზედმეტი ნერვიულობა, თორე პირდაპირ გულს უთხოვს ეს ყველაფერი, არავით არის აბანო, საუნა, არავით არის აქ ასე ვთქვათ ზედმეტი კონფლიქტები და ემოციური ფონის გაღვიება, სიმძიმეების აწევა, აი ეს ყველაფერი იგრძელება. გავაფრთხილდით გულს. აი შეიძლება
ამ დღეებთან მიმართებაში აღვნიშნოთ. ეხლა დავაბრუნდეთ 27 რიცხვს პარასკევს. რით არის იგი კიზის საყურადღებო? აქ მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდი გვაქვს დილის საათებში. დილის 9 საათიდან 17 წუთიდან დილის 10 საათამდე 7 წუთამდე გასდევს იგი. ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად, მოდი ეს ვთქვათ, ადუნებს ყურადღებას ადამიანებში. შეიძლება გახდეს მიზეზი ამ პერიოდში არასასურველი ტრაუმებისა და ავარიებისა, რაც ითხოვს ამ დროს განსაკუთრებულ და ორმაგ ყურადღებას ძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან. და კიდევ პარასკევს თავი შეიკავეთ სეისმურ ადგილებში მოგზაურობისაგან. ნუ, მოდი ესე ვთქვათ, მოუყვებით როგორც პარასკევს, ასევე შაბათს სხვა ადამიანებს თქვენი წარმატებების და თქვენი შესაძლებლობების შესახებ. ეს მე შეიძლება ძალიან ცუდადაც შემოგიტრიალდეთ, მოდი ესე ვთქვათ. სამაგეროდ პარასკევი კარგია საქმიანი ურთიერთობისათვის. საღამოსკენ კი ცოტა ვაკონტროლოთ საკუთარ თავში ზედმეტი პრეტენზიულობა, აგრესია, ამბიციურობა, ეგოიზმი და სულსწრაფობა. აი ეს ტენდენციები საღამოსკენ ცოტა პარასკევს გაძლიერდება. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი. ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებაში პარასკევს განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ იქნება სასურველი და დადებითი ეს დღე ვერც დათვის და სასწორ დათვის. რაც შეეხება შაბათს 28 რიცხვია, ნუ შაბათს პირობში დაიცავით სულიერი წონასწორობა. ეს დღე კარგია მაგალითად სულიერი ზრდისთვის, ახალი პროექტების დასაწყებად, გარკვეულწილად კულტურულ გასართობი და სპორტული ღონისძიებებისათვის ოღონდ გადაღლის გარეშე ხას უსვამს ამას, იმიტომ რომ სულთან შეზუსტებულია გულის ზონა. პარტნიორ ურთიერთობებში კი თავი არიდეთ მწვავე თემების განხილვას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება აქ გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი, ისე ოპერაციების ჩატარება მათ მიმართებაში არ იქნება სასურველი და ყველაზე კარგია შაბათი ლომისთვის და მერწყულის ოდიაქოს ნიშანთათვის. რაც შეეხება კვირა დღეს 29 ივნისია, გეომაგნიტურია, აქაც ყურადღება, ესე იგი, წნევას, თუ რაღაც დისკომფორტი გაქვთ, წნევას ყურადღება და შესაბამისი პროფილაქტიკა აუცილებლად აწარმოეთ და მიმართულება დაკარგული მთვარის პერიოდს 15 საათიდან 15 საათამდე 45 წუთამდე გასდევს იგი. ამ დროს განსაკუთრებით დუნდება ყურადღება და მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს ამ პერიოდში ჭირდებათ ორმაგი ყურადღება, რათა ეს მოდუნება ყურადღებისა ტრაუმულ-ავარიული ტენდენციებით არ დასრულდეს. შემდეგ კვირას პარტნიორ ურთიერთობებში მოიმატებს ეჭვიანობა, დაბნეულობა, პრეტენზიულობა, რომანებისადმი ჩაძიება, განსაკუთრებით მეორე ნახევარში დღისა და კრიტიკულობა. და აუნიშნოთ ისიც, რომ დღის პირველ ნახევარში მოვერიდოთ ადგილსაყოფელის ბინის შეცვლას, ცხოველებით ვაჭრობას, ყურების გახვრეტას. აქ არის სასურველი ნერვიულობა, გადაღლა, სიმძიმეების აწევა, ფინანსური გარიგებებიც არ იქნება სასურველი. ჯანმრთელობას რაც შეეხება გულსიზარღვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა, ჯირკვალი და ელემთა. აი ზონები სუსტებიან. დადებითია შემდეგი კვირა ტყუპების და მშვილდოსნის ოდიაქოს ნიშანთათვის. ეხლა უკვე ჩვენ შეგვიძლია უკვე სხვა თემებსაც მივხედოთ, მაგალითად, ვისაც აქ სურველი მკურნალობის დაწყებისა, აი მათ საყურადღებოდ მოდი აღვნიშნოთ, რომ კარგია თქვენთვის 29 რიცხვი კვირა დღე მკურნალობის დასაწყებად და შეიძლება 26 რიცხვიც გამოიყენოთ. მაგრამ დანარჩენი დღეებიდან ერთადერთი დღე არ ვარგა, ეს არის 25 ახალმთვარეობა. დანარჩენი დღეები შეიძლება გამოიყენოთ თუ კარგ დღეებში ვერ ასწრებთ, მაშინ ის ნეიტრალური დღეები გამოიყენოთ. მაგრამ 25-ის გარდა, ნუ პრინციპში დანარჩენი დღეები კარგია. მაგრამ ყველაზე კარგია 26 და 29. დავუშვათ მგზავრობა მოგზაურობის კუთხით. კარგია აქ ასევე 29 რიცხვი, 26-იც კარგია, ნუ მეორე ნახევარი უფრო კვირისა. მაგრამ 25-ში მოვერიდოთ, 23-იც ცოტა ფრთხილად ვიყოთ. დარჩენი დღეები საშუალოა. სამსახურის შეცვლის კუთხით მოდი აღვნიშნოთ, აქ კარგია 23 რიცხვი, კარგია ასევე 27 და არ ვარგა 25. რაც შეეხება ხელშეკრულებების დადებას, კარგია თქვენთვის აქ 28, 29, 26-იც. არ ვარგა 25 რიცხვი, აი ეს ამ დღეს მოვერიდოთ. ქორწინებისთვის 23-იც არ არის ცუდი, 28 თავისთავად ასევე მისაღებია ქორწინებისთვის, 26 არ იქნება ცუდი, 25-ში თავი შევიკავოთ. ბინის ყიდვა გაყიდვა, ახალ ბინაში გადასვლა. ნუ ამისთვის კარგი იქნება 29 რიცხვი. 26-საც არა უშვებს ამ კუთხით, მაგრამ 25 არ გვივარგა. მშენებლობის დასაწყებად სარემონტო სამუშაოებისთვის ყველა კარგი იქნება 23 და 27 ივნისის დღეები, არ ვარგა 25.
Ცხვილი საღირლებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ჩვენ 28-29 რიცხვები, ხოლო 25-ში თავი შევიკავოთ. რაც შეეხება სასამართლო პროცესებს, კარგია 23, შეიძლება გამოიყენოთ ასევე 27, 28 რიცხვები, მაგრამ არ ვარგა 25 რიცხვი. Այս რაც შეეხება, ასე ვთქვათ, ამ კვირის ამ ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა საქმიანობასთან იქნება დაკავშირებული. ახლა ვისაც აქვს მაგალითად განზრახული თმების შეჭრა, მოვლა და შემდგომ ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის მაინც პერიოდი, რომელიც უკავშირდება პარასკევს, შემდეგ შაბათს და კვირის პირველ ნახევარს დაახლოებით 15 საათამდე. Აი აქ შეჭრა-მოვლისთვის ეს პერიოდი კარგია. დარჩენილი დღეები არა. Ეხლა უკვე რაც შეეხება საფინანსო ჩვენს, ასე ვთქვათ, კალენდარს, იცით ეს დღეებია, როდესაც თქვენ ის მოქმედებებია, რომლის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ გააზლიეროთ ფინანსური ეგრეგორი ენერგია, ამა თუ იმ მოქმედებები და მოიზიდოთ ფინანსური ეს შესაძლებლობები. მაგრამ თუ არასწორად მოქმედებთ, მაშინ პირიქით განზიდვა მოხდება თქვენგან ამ ფინანსური ენერგიისა და ფინანსური შესაძლებლობების. აი რა მოვლენები უწყობენ ამას ხელს. ხვალ 23-ში კარგია ფულის ვალში გაცემა ან აღება. კრედიტი შეიძლება გააფორმოთ. კაპიტალ დაბანდება შესაძლებელია თუ კარგად იქნება მოფიქრებული. 24 ივნისს კარგია ნებისმიერი ქველმოქმედება ის ხელშეუწყობს შემდგომ ფინანსების მოზიდვას ქვენდამი. 25 ივნისს კარგია ასევე სხვებისთვის დახმარების გაწევა, ეს მერე ფინანსურადაც კარგად აისახება. მაგრამ 25-ში რა არ ვარგა? არ ვარგა ფულის ვალში აღება, გაცემა, კრედიტის გაფორმება და აი ამისგან ვიყოთ შორს. 26 ივნისს კარგია საკუთარი ფულის და გადათვლა, საათის ან სარკის შეძენა. 27 ივნისს კარგია ფულის ვალში აღება ან გაცემა, კრედიტის გაფორმება და ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა კაპიტალ დაბანდება. 28 ივნისს შაბათს კარგია ფულის ვალში აღება, გაცემა, კრედიტის გაფორმება, ვალის დაბრუნება, მაგრამ არ ვარგა ძვირფასეულობის ლომბარდში ჩადება. და 29 ივნისს კარგია საფულის შეძენა და ინვესტიციებისთვისაც თუ კარგად მოფიქრებულია ეს ინვესტიცია არ იქნება ცუდი დღე, მაგრამ არ ვარგა ვალის დაბრუნება. ეს რაც შეეხებოდა უკვე საფინანსო ჩვენს რიტუალებს. ეხლა რაც შეეხება უკვე ანგელოზის დროს. ანგელოზის დრო ეს ის პერიოდი, იცით, როცა თქვენ შეგიძლიათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რომელსაც ჩვენ დავასახელებთ, ამ პერიოდის განმავლობაში გინდათ დაუთმეთ ამას 9 წუთი, გინდა დაუთმეთ 9 საათი. ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თავარი არის რა, რომ აქ შეგიძლიათ ილოცოთ კიდეც, დალოცოთ სხვებიც და აქ შეგიძლიათ თხოვოთ ფარველ ანგელოზს თუ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენ ცხოვრებაში. ვიმეორებ, თუ თქვენ იმსახურებთ თხოვნის ასრულებას, ანუ თქვენი ცხოვრება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ თქვენ ასრულებთ თქვენს კოსმიურ მისიას, ამ თხოვნას ნამდვილად გააგებინებთ ფარველ ანგელოზს და თუ ამას იმსახურებთ, ეს ყველაფერი გიხდებათ. თუ არა, მაშინ არა გიხდება და არ გაუნაწყებდეთ თქვენს ფარველ ანგელოზს. ეხლა რა დრო გვაქვს ჩვენ ეს? 23-ში ხვალ. ნუ დღეს უკვე გაიარა ამ დრომ, ხვალ 23-ში დღის 12 საათიდან 15 წუთიდან დღის 13 საათამდე 10 წუთამდე გვაქვს ანგელოზის დრო. აი ამ პერიოდის ამ მონაკვეთის განმავლობაში რა ხნითაც გინდათ. თავარი აქ მიმართოთ ფარველ ანგელოზს და გააგებინოთ რა გინდათ. 24-ში სამშაბათს დილის 9 საათიდან 55 წუთიდან დილის 10 საათამდე 40 წუთამდე გვაქვს ეს პერიოდი. 25 ივნისს ოთხშაბათს დილის 9 საათიდან 29 წუთამდე წუთიდან 10 საათამდე დილის 25 წუთამდე. 26-ში ხუთშაბათს 13 საათიდან 2 წუთიდან 14 საათამდე. ანგელოზის დრო 27 ივნისს პარასკევს იწყება დილით 8 საათზე 40 წუთზე და გასტანს დილის 9 საათამდე 30 წუთამდე. 28 ივნისს ანგელოზის დრო იწყება დღის 12 საათზე 15 წუთზე, გასტანს დღის 13 საათამდე 3 წუთამდე. და 29-ში შემდეგ კვირა დღეს ფაქტობრივად ცოტა გადაცილდება კიდე ჩვენს გადაცემას, საკმაოდ ისეთი დრო გვაქვს 15 საათიდან 15 წუთიდან იწყება იგი და თითქმის 17 საათამდე გასტანს. ანუ ჩვენი გადაცემის დროს ემთხვევა ამ ხრივ შეიძლება ითქვას. ხო, ნუ მოკლედ აი ეს ის პერიოდი, რომ შეობისას თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ თქვენს ფარველ ანგელოზს და თხოვოთ რა გინდათ რომ მოხდეს თქვენს ცხოვრებაში. ეხლა უკვე მოდით დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, რომელსაც აი საფუძველი ჩაუყარეთ დაახლოებით ერთი
ორი შეიძლება სამი კვირის წინაც, მაგრამ მე არ მოგვეცა საშუალება ამაზე გვესაუბროთ, ჩვენ ვსაუბრობდით მათ შორის იმაზე თუ რატოა 12 ზოდიაქოს ნიშანი, რას ნიშნავს სტიქიები ასტროლოგიაში და ასე შემდგომ და მე მინდა ახლა ამ თემას ისევ დავბრუნდე, სანამ ამის საშუალება მეძლევა ინფორმაციული კუთხით. აი მაგალითად ჩვენ ვიცით რომ 4 სტიქი არსებობს ასტროლოგიაში, ხო, მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი. და აი დავიწყოთ მაგალითად აი რას წარმოადგენს საერთოდ ეს სტიქიები, რომ ეს სტიქიები საერთოდ სამყაროს ჰარმონიის საწყისია. და აქედან გამომდინარე მივუბრუნდეთ აი მათ ცნებებს. პირველ რიგში მიწის სტიქია მოიაზრება როგორც კოსმოსი კოსმოსში, როგორც სამყაროს ძირი და ცენტრი. ქმედებასთან დაკავშირებულ სხვა სტიქიებისგან განსხვავებით, მიწა ქმედებისას წარმოადგენს პერსონიფიცირებულ პირველ მშობელს. როგორც წესი, იგი უკავშირდება ბნელ ქალურ საწყის ინს, თუმცა შეიძლება მამაკაციც იყოს. ეგვიპტურ მითოლოგიაში ცის ქალღმერთია ნუტი და დედამიწის ღმერთი კი გები, ანუ მამრი. უნდა აღნიშნოს, რომ ეგვიპტურ მითოლოგიაში ვხვდებით ჩვენ ტრადიციული შეხედულებებისგან განსხვავებულ თვისებას, სადაც შეცვლილია მამაკაცური და ქალური საწყისის ცნებები და ღმერთები. მიწის ბნელი საწყისი, რომელიც ასევე უკავშირდება ქვესკნელს, სიმძიმეს, სიდიადეს, სიძლიერეს, ანუ მიწის ძალას. ბინარულ დაპირისპირებაში საწინააღმდეგოა ნათელის, ჩატის, ჰაეროვანის ცის საწყისის. სადა მიწა ძირითადი ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებებია, რომლის გარეშეც შეუძლებელია სამყაროს მდგრადი არსებობა. მაგალითად ეგვიპტურ მითოლოგიაში ჰაერის ღმერთი შუ, ეს არის სიცარიელი ნათელი, იძულებულია დააცილოს ზემოხსენებული ცოლ-ქმარი ნუტი და გები ერთმანეთს და არ მეუშვას ისინი ერთმანეთთან. ნუ ეს ვთქვათ, რომ სტირამ ბერძნულ მითოლოგიაშიც გვხვდება. ასტროლოგიაში მიწის სტიქია ასევე ასახავს სამყაროს საწყის ფუნდამენტს, რაც აისახება კუროს ნიშანში. ქმედებას, რასაც წარმოადგენს ქალწული და ასევე პერსონიფიკაციას, როგორც არის თხის სკორებისეული პრინციპი. სწორედ მიწის ნიშნებს თავიანთი მელანქოლიური ტემპერამენტით ახასიათებს საფუძვლიანობა, საიმედოობა, საღი აზრი, პრაგმატული აზროვნება ცხოვრებაზე, მატერიალურობა, ქმედით უნარიანობა და ამავდროულად უნდობლობა, ჩაკეტილობა, გულჩათხრობილობა, განცდებისადმი მიდრეკილება. ნერვული სისტემის ინერტულობა მათ ანიჭებს ხარ ცხოვრებისულ პოზიციებს, უქმნის გადასალახავად წინააღმდეგობებს და აიძულებს ცვლილებებს. მითოლოგიური წარმოდგენების თანახმად მიწა როგორც სამყაროს ფუძე ჩვეულებრივ აღმოჩნდება ან ქაოსისგან, ან წყლისგან და ზოგჯერ ზომებშიც იზრდება. ეს რაც შეეხებოდა მიწას, წყალს რაც შეეხება შემდეგ სტიქიას, პირველ შობადი ქაოსისა და ცხოვრების ჩასახვის სიმბოლოა, რომელიც თავის საწყის იღებს სოფლიო ოკეანიდან. თუ მიწა უკავშირდება სამყაროს წარმოქმნას, წყალი უკავშირდება სიცოცხლის დაბადებას. თავისი ქალური და მშობლის ფუნქციებით ეს სტიქიები მსგავსია. წვიმაც კი მითებში მოიაზრება როგორც მიწის გამანაყოფიერებელი, რომელიც მას აიძულებს შვას. ხელმძღვანელობს რა პრინციპით, სადაც თავია, იქაა ბოლოც. აზრი იმის შესახებ, რომ თავიდან მთელი სამყარო იყო წყალი, გარდაისახება ყოვლის მომცველ წარღვნად, სადაც ყველაფერი ასევე წყლით დაიფარება და შეიკრება ციკლი. სამყარო ისევ ქაოტურ ოკეანედ გადაიქცევა. ამის გამო წყალი ახალის დაბადების უნარის გარდა სიკვდილის იდეის მატარებელიც არის. თავის ღრმებში იგი დიდ საფრთხესა და ამ სამყაროსთვის გამოუცნობ საშიშროებას ინახავს, რომელიც ერთდროულად დასაწყისისა და დასასრულის მატარებელია. წყალი ერთდროულად უკვდავებაცაა და უსასრულობაც. ასტროლოგიაში წყლის სტიქია ემოციების სფეროსა და ქვეცნობიერის მმართველია, რომელსაც განეკუთვნება ადამიანისთვის უცნობი დაბადების შემეცნება. კირჩხიბი, სიკვდილი, ღრიანკალი, ანუ მორიელი და უკვდავება, თევზები. წყლის სტიქიის ნიშნებს შეესაბამებიან ფლეგმატური ტემპერამენტი. გარეგნულად ხშირად მკაცრი, მაგრამ გრძნობიარენი და ემოციონალური არიან. ცოტა აქედან ცდება ამას მორიელი, მაგრამ მთლიანობაში ეს სამივეს ეხება. ადვილად ექცევიან სხვათა გავლენის ქვეშ ეს მორიელს ნაკლებად ეხება, ორი ნიშანი უფრო და ეგუებიან სხვათა მოთხოვნილებებსა და მოთხოვნებს. მათი გარეგნული სიმშვიდისა და თავშეკავების უკან ღრმა ქვეცნობიერი პროცესები მინარევს. მათ გააჩნიათ უპირატესობა იყვნენ ქმედების დამწყებნი, რასაც მდორედ იწყებენ, მაგრამ ხანგრძლივი პერიოდით აგრძელებენ და ანვითარებენ ემოციურ სფეროებს. რაც შეეხება თვითსიცოცხლებს, ბადებს, იგივე წყალში გაჩენილი ცეცხლი. ცეცხლის სტიქია, როგორც ბერძნულ მითოლოგიაში ქაოსში მოვლენილი ეროსი ბადებს ყოველივე არსებულს, ცეცხლი მოიაზრება როგორც მამოძრავებელი ძალა და მას ენიჭება
ეპიტეტი თავისივე თავისგან შობილი. ამ მხრივ საინტერესოა ინდური აგნი, რომელსაც გააჩნია სამსახოვანი წარმოშობის ბუნება წყალში, ცაში, ჭექაქუხილისგან და ხალხთა შორის ხის ნაპოტების ხახუნით. ასევე გავხსენოთ ჩვენ ვამბობთ ხოლმე ცეცხლოვანი აზრი, ანუ ცეცხლის ზეციური სახე, გულში ამთებული ცეცხლის, რაც აინტება ჩვენში, ანუ თვითონ თავისივე თავიდან და წველი ტანჯვა, სიკვდილსა და უბედურებასთან მიმართებაში, ანუ წყლის სტიქიასთან კავშირში. ცეცხლის წყლიდან ან მიწიდან აღმოცენების ვარიანტებს უფრო ადრეულ პერიოდს განეკუთვნებენ, ვიდრე ცეცხლის ზეციდან წარმოქმნას. ეგვიპტეში წყალს მიიჩნევენ თვით მზის უმაღლეს ღმერთ რას წარმოქმნელად. ამგვარი ტრადიციები ნაწილობრივ შესაძლებელია უკავშირდებოდეს იმ მოვლენას, რომ მზე ამოდის ზღვიდან. თუმცა, გაგვირებას აშკარად არ იწვევს შემოქმედებით ენერგიის დაბადების ფსიქოლოგიური და მითოლოგიური არსი, რომელსაც ასახიერებს ქაოსიდან ცნობილი ცეცხლი, სადაც სიცოცხლისა და სიკვდილიც ორივე ერთად მოიაზრება. ინდური მითი მოგვითხრობს თავიდან არ იყო არაფერი წყლისა და ზღვის გარდა. წყლებმა გადაწყვიტეს თავიანთი თავის გაგრძელება, ისინი ტანჯავდნენ საკუთარ თავს, მოღვაწეობით და მაშინ იშვა მათში ოქროს ნაყოფი. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო წელიწადი, მაგრამ იმდენ ხანში, რამდენსაც გრძელდება წელიწადი, ცურავდა ოქროს კვერცხი წყალში. ერთი წლის შემდეგ კი მისგან იშვა ადამიანი. ეს იყო პრაჯაპატი. პრაჯაპატი აგნის ერთ-ერთი სახეა. ცეცხლი უკავშირდება ადამიანის ევოლუციას. მისი მოპოვება სიმბოლურად აღნიშნავს კულტურის ჩამოყალიბებას და განვითარებას უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას, სადაც ადამიანი უტოლდება ღმერთს. მითი პრომეთეს შესახებ გაიხსენეთ. ასტროლოგიაში ცეცხლის ნიშნები ასახავენ აქტიურობას, დამოუკიდებლობას, ანუ ვერძი, საცეცხლო და შემოქმედებით ენერგიას, ლომი და ადამიანის სოციალურ-კულტურული განვითარების საფეხურებს, შვილოსანი. მათ ქოლერიკულ ტემპერამენტს ახასიათებს ენერგიულობა, დამოუკიდებლობა, ამავდროულად უეცარი აფეთქება, გაღიზიანება, თავშეკავების უნარის არქონა, ქოლერიკი თვისებებია. გამნიშნავს სწრაფია, თუმცა მისი მოქმედება საკმაოდ ხანმოკლე, ადვილად აემთება და სწრაფად ნელდება. წყალი და ცეცხლის ცვლადი დინამიური სტიქიებია, რომლებიც უკავშირდებიან გაწმენდის და ტრანსფორმირების ცნებებს. ამიტომ ხშირად ხდება ესქატოლოგიურ მითებში. აქ აპოკალიფსური წარმოდგენების გარდა შეიძლება განვიხილოთ ინდიელების წარღვნის ვარიანტი, რომელიც მაშინ დაიწყება, როცა მზეზე ადუღდება ბოლომდე წყლით ავსილი დიდი ქვაბი. ბუდისტურ წარმოდგენებით სამყაროს დანგრევა მოხდება ცეცხლში, როცა 7 მზე ერთმანეთის მიმდევრობით ჩალაგდება ან 12 მზის გაერთიანების შემდეგ, რომელთაგან თითოეული წელიწადის თითო თვე შეესაბამება. მიწა და ჰაერი კი სტატიკური სტიქიებია, რომლებიც ინახავენ, ასე თქვა და ინარჩუნებენ სამყაროს მდგრად მდგომარეობაში. ისინი ისეთივე ურყევნი და უცვლელნი არიან, როგორც შეუღწევადიც. და ჰაერს რაც შეეხება, ესე იგი მეოთხე უმაღლეს სტიქიას, რომელიც სივრცის სიმბოლოს წარმოადგენს, მუდმივ ქაოსში არ არის თავისუფალი სივრცე. და ამიტომ კი წარმოადგენს სიკვდილს. სიცოცხლეს კი თავისუფალი სივრცე სჭირდება. ჰაერში მოიაზრება თავისუფლება, სივრცე და სულიც კი. მიწისაგან გამოძარცულ ხალხს ბიბლიურმა ღმერთმა ჰაერი შტაბერა და ამგვარად გააცოცხლა. ბრაჰმას ამოსუნთქვა სამყაროს შექმნა, ჩასუნთქვა მისი განადგურება. ჰაერისა და სიცოცხლის სუნთქვის ინდური ღმერთი ვაიუ აზრივით სწრაფად ეხება ცასა დედამიწას, რადგან იშვა ამ ორისგან და რამაც მასში გამოლინება პოვა, როგორც ჰაერის საშუამავლო ფუნქციამ. შუამავლად ღმერთსა და ხალხს შორის გვევლინება სული წმინდაც, რომელიც ღვთიური მადლის მატარებელია. მის გამოჩენასაც შესაძლოა თან ახლდეს ქარი. ასტროლოგიაში შუამავალი საწყისი მოიაზრება როგორც შეგნება, აზრი და მეტყველება, რაც ახასიათებს ტყუპების ზოდიაქოს, შთაგონება, რაც სასწორის მახასიათებელია და მერწყულისთვის დამახასიათებელი ინტუიცია, რომელსაც სამყაროსთვის მოაქვს თავისუფლებისა და უსაზღვროების იდეა. ჰაერის ნიშნებს ხიარული, ნათელი და მოძრავი სანგვინიკური ტემპერამენტი გააჩნიათ, რასაც ემატება გზნობებისგან და დროდადრო რეალობისგანაც მოწყვეტილი ცხოვრების ინტელექტუალური აღქმის ინტერესი. ამ ნიშნებს მუდმივად ესაჭიროებათ ხალხის გარემოცვა და სიომოვნებით ასრულებენ შუამავლის როლის ფუნქციასაც კი. სივრცის ცნების გამომხატველი ჰაერი განისაზღვრება სამყაროს 4 მხარი და ითვლება უმაღლეს საწყისად, მაგრამ 4 ელემენტის თანასწორობა იმაში გამოიხატება, რომ ცხოვრების შემოქმედება ჩვენს წინაშე გადაიშლება ერთდროულად 4 სტიქიის მეშვეობით. მიწა წარმოიშვება წყლისგან, წყალში ახალ სიცოცხლეს ბადებს ცეცხლი, ცეცხლი დამოუკიდებლად არსებობს ჰაერის სივრცეში, ჰაერი კი სიცოცხლის სუნთქვას უნაწილებს მიწას. სტიქიების ამგვარი ჰარმონიული ურთიერთქმის შემოქმედების ანალოგიისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ ინდური თქმულება წყალზე, რომლიდანაც აღმოცენდება გორაკი, რომელზეც გაიფურჩქნება ლოთოსი, დუმფარა, რომელშიც დაიბადება შემოქმედი და რომელიც შექმნის სამყაროს.
აი ეს მოკლე ინფორმაცია, ცოტა ესეთი მითოლოგიური, ცოტა ასტროლოგიური, 4 სტიქიის შესახებ, რომელსაც უკავშირდება 12 ზოდიაქოს ნიშანი და რომელსაც ასტროლოგიაში ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ და ვითვალისწინებთ თავისთავად, იმიტომ რომ ამაზე დამოკიდებული უბრალოდ შემთხვევაში ადამიანის ტემპერამენტი, მისი ხასიათის, ფსიქოპორტრეტი, შტრიხები და ასე შემდგომ. ნუ დღევანდელი ჩვენი დრო რეალურად იწურება. ჩვენ ახლა შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ხვალ დილით ესე იგი 11 საათზე ტელეკომპანია კავკასიის ეთერში გამეორდება დღევანდელი გადაცემა, ასევე დაიდება შემდგომ Facebook-ზეც. ეგნებათ ამის ის ხილვის საშუალება, ვინც დღეს ვერ ნახა მით უმეტეს, რაღაცა გამოტოვა და ასევე ხვალ დილით დაახლოებით 15 წუთი 8:09 შევხვდებით ტელეიმედის დილის გადაცემაში, შემდგომ უკვე 20 წუთზე 10-ისა დილით გადავსვლებთ რადიო იმედში და დილის 10 საათზე უკვე იცით თქვენ შევხვდებით ჩვენ პოსტივის დილის გადაცემაში. ასევე ხუთშაბათ შევხვდებით დილის 9 საათზე პოსტივის დილის გადაცემაში, ხოლო პარასკევს შუადღის გადაცემაში რუსთავი 2-ზე. და ამის გარდა იცით რომ ასაუდასოვალი გაზეთის ჟურნალი თბილისელები გაწვდიან ასტროლოგიურ პროგნოზს ჩემს მიერ, ასე ვთქვათ, მოწოდებულს როგორც ცალკეული დღეების, ასევე კვირების მიხედვით და რადიო ფორტუნა ასევე გაწვდით ჩემი გახმოვანებით ინფორმაციას კვირის და ცალკეული დღეების ასტროლოგიური პროგნოზის შესახებ. ამ ინფორმაციით იქნებით გაფრთხილებული, შეიარაღებული და ემადია წარმატებული. ესე იგი, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ 26 რიცხვიდან იწყება ძალიან საინტერესო და გაცილებით სასიკეთო პერიოდი, იმიტომ რომ დედამიწა გადადის პოზიტიურ ენერგოველში, ხოლო იქამდე ეს 3 დღე, ორშაბათი, სამშაბათი და 4 შაბათი ცოტა ყურადღებით ხილად გავეროთ, იმიტომ რომ მაინც ახალმთვარეობას უკავშირდება, ესეთ გარდამავალი პერიოდია, ცოტა მეტად ვაკონტროლოთ საკუთარ ემოციას. 26-დან კი უკვე გაცილებით მეტი სასიკეთო ცვლილებები ექნება ყველა ზოდიაქოს ნიშანს. ამ ინფორმაციით საუკეთ სურვილებით მეგისურვებთ ბედნიერ კვირას, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.